განვაგრძობთ საუბარს დასწავლისა და მეხსიერების პროცესების სქესთა შორის განსხვავებაზე. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ისტორიულადაც სხვადასხვა სქესის ორგანიზმებს შორის ძირითადი განმასხვავებელი დასწავლისა და მეხსიერების თვალსაზრისით ითვლებოდა, რომ იყო ის, რომ მამრი ორგანიზმების ან მამაკაცებისთვის უფრო დამახასიათებელი იყო უკეთესი სივრცითი მეხსიერება, ხოლო მდედრი ორგანიზმისთვის კი ვერბალური მეხსიერება. მაგრამ, როდესაც ჩვენ ამ საკითხს შევეხეთ, იქვე აღვნიშნეთ, რომ არსებული ფაქტის გადაჭრით თქმა ძალიან რთულია. პირველ რიგში გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც იგივე სივრცითი მეხსიერების ფარგლებში გამოიყოფა სხვადასხვა ფორმა და განსხვავება, სქესთა შორისი განსხვავება ამ სხვადასხვა ფორმის თვალსაზრისით სხვადასხვანაირია. კერძოდ, სივრცითი მეხსიერება არ განიხილება როგორც რაღაცა ერთი ფუნქცია და ითვლება, რომ ის წარმოადგენს რაღაც მრავალგანზომილებიან კონცეფციას. და აღნიშნული ტიპის მეხსიერება თავის თავში მოიცავს ცალკეულ კომპონენტებს. ეს კომპონენტები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ნეიროფიზიოლოგიურად დისოცირდეს კიდეც. თავის დროზე ლინი და პეტერსენი სივრცით ტესტებს სამ კატეგორიად ყოფდნენ და დღესაც აღნიშნული მიდგომა შენარჩუნებულია. ეს იყო სივრცითი აღქმა, მენტალური როტაცია და სივრცითი ვიზუალიზაცია, რომელიც თავის მხრივ იყოფოდა ნავიგაციის და ობიექტის ლოკალიზაციის დამახსოვრებად. მენტალური როტაცია და სივრცითი ვიზუალიზაცია ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ როგორც სივრცითი მეხსიერების სახეები. რაც შეეხება სივრცით აღქმას, ის მეხსიერებაში ნაკლებად შეიძლება გავიდეს და შესაბამისად ჩვენი ლექციის განმავლობაში ამ უკანასკნელს არ შევეხებით. რაში მდგომარეობს მენტალური ანუ სივრცითი როტაცია? აღნიშნული ტიპის ამოცანაში მონაწილეებს თხოვენ განსაზღვრონ რაღაცა მოცემული რთული გეომეტრიული ფიგურებისთვის. სამ განზომილებაში დატრიალებული სხვადასხვა ვერსია სტრუქტურულად განსხვავებულია თუ არა. ანუ სამ განზომილებაში მოცემული არის ამა თუ იმ ტიპის ფიგურები, რომლებიც სხვადასხვანაირად შეიძლება იყვნენ დატრიალებული და სივრცითი როტაცია გულისხმობს იმას, აღნიშნული ამოცანა გულისხმობს იმას, რომ საკვლევმა ობიექტმა უნდა განსაზღვროს ამ სამი განზომილების მიმართებაში. ესა თუ ის ფიგურა არის ერთი და იგივე, თუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მდგომარეობით ნაჩვენები არის განსხვავებული ფიგურები. ამ ტიპის ამოცანების შემთხვევაში, როგორც წესი, მამაკაცები უფრო წარმატებით ასრულებდნენ დავალებას, ვიდრე ქალები. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა კულტურის მამაკაცების შესწავლა აჩვენა, რომ არავითარი კულტურული განსხვავებები ამ ტიპის ამოცანის შესრულებისას არ აღინიშნებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ იგივე ვთქვათ, სოციალური გარემო აღზრდა თუ ასე შემდეგ, არანაირ მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ უნდა ახდენდეს მოცემული ამოცანის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. რაც არის ნაჩვენები, არის ის, რომ ჩანასახში ტესტოსტერონის დონე, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია აღნიშნული ტიპის ამოცანის განხორციელებაში. და სათანადო დონე ტესტოსტერონის თვით ჩანასახშიც კი მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად წარმატებით განახორციელებს მამაკაცი აღნიშნული ტიპის დავალებას. ეხლა სივრცითი მეხსიერება და კერძოდ ეს იგივე სივრცითი როტაციის შემთხვევის კვლევამ აჩვენა, რომ
აღნიშნულ დროს თქვათ გაზრდილი არის მამაკაცების შემთხვევაში აქტივაცია თავის ტვინის პარიეტალურ წილში და ეს ეხება როგორც ზედა, ანუ სუპერიორ, ისე ქვედა, ანუ ინფერიორ პარიეტალურ წილებს. ამისგან განსხვავებით, ნახეს, რომ მსგავსი ტიპის სივრცითი ამოცანების შესრულებისას ქალებში ადგილი ჰქონდა არა პარიეტალური წილის, არამედ ფრონტალური წილის აქტივაციას, რომელიც თავის მხრივ შეიძლება მიუთითებდეს იმ ფაქტს, რომ მსგავსი ტიპის ამოცანის შესრულებისას ქალები და მდედრი ორგანიზმები უფრო ანალიტიკურ მიდგომას იყენებენ, ვიდრე ვთქვათ მამაკაცები. ეხლა როდესაც ლაპარაკი გვაქვს სივრცითი მეხსიერების ისეთ ფორმაზე, როგორიც არის სივრცითი ნავიგაცია, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფორმის შესასწავლად, როგორც წესი, იყენებენ ისეთ ამოცანებს, რომელშიც ადამიანებს თხოვენ, თქვათ, იგივე გაიხსენონ და აღადგინონ გზა, რომელიც გაიარეს ამოცანის მიმდინარეობისას. და როგორც გამომჟღავნდა სხვადასხვა კვლევის საფუძველზე, მამაკაცები აღნიშნული ტიპის დავალებებს უფრო წარმატებით ასრულებენ, ვიდრე ქალები. მსგავსად როტაციის კვლევებისა, ნაჩვენებია, რომ ნავიგაციის ამოცანებშიც სქესობრივი განსხვავებები შედარებით უფრო ნაკლებად არის გამოხატული პრეპუბერტულ, ანუ მომწიფებამდელ ორგანიზმებში, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტესტოსტერონის დონესთან, იმიტომ რომ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ პუბერტეტის, ანუ მომწიფების პერიოდში ადგილი აქვს ტესტოსტერონის დონის ცვლილებას, კერძოდ მომატებას მამაკაცების ორგანიზმში. ასევე ნაჩვენებია, რომ სივრცული ნავიგაციის დროს მამაკაცები ჩვეულებრივ იყენებენ ეგრეთ წოდებულ ალოცენტრულ სტრატეგიას, მაშინ როდესაც ქალები უფრო მეტად ეგოცენტრული სტრატეგიით უდგებიან მოცემულ ამოცანას. ხო, რაში მდგომარეობს ერთი და მეორე მიდგომა. ეგოცენტრული სტრატეგიის შემთხვევაში ქალები დამხმარე, ასე ვთქვათ, დამხმარე მაჩვენებლებად იყენებენ იმ კონკრეტულ რაღაცა ნიშნებს და მინიშნებებს, რომლებიც ვთქვათ უშუალოდ მათთან არის ახლოს და მათთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ისინი ამა თუ იმ გზის იგივე გაგნების დროს იყენებენ ისეთ მიდგომას, როგორიც არის იმის გახსენება კონკრეტული საგანი ან კონკრეტული ადგილი მათთან მიმართებაში, მარჯვნივ იყო თუ მარცხნივ. ასევე მათ ახლოს მდებარე საგნები არის უფრო ის საგნები, რომლებიც მათ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი გზა უნდა აირჩიონ სათანადო სამიზნემდე მისაღწევად. ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ვთქვათ, გზის გასაგნებად სტრატეგია ძირითადად უფრო გლობალურ ხასიათს იღებს და მამაკაცები დამხმარედ იყენებენ რაღაცა მინიშნებებს, რომელიც ვთქვათ უფრო დაცილებულია მათგან და ვთქვათ, იგივე ამა თუ იმ მიმართულების განსაზღვრისთვის უფრო ცდილობენ ის გაიხსენონ აღნიშნული კონკრეტული ადგილი. ვთქვათ, უფრო ჩრდილოეთით იყო თუ სამხრეთით. ან ასე შემდეგ. ვთქვათ, ქალებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ ყველაფერს აანალიზებდნენ და განსაზღვრავდნენ ისევ, ვთქვათ, მათთან მიმართებაში ესა თუ ის კონკრეტული ადგილი მარჯვნივ იყო თუ მარცხნივ. ანუ ეს არის ძირითადი განმასხვავებელი სწორედ ალოცენტრულ და ეგოცენტრულ სტრატეგიებს შორის. აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ფენომენი, რომ მცირე მასშტაბების შემთხვევაში, მაგალითად ოთახის ფარგლებში, ხო? ქალები მამაკაცების მსგავსად, ანუ იგივე ეფექტურებით ასრულებდნენ ამოცანებს, აი ამ ნავიგაციის ამოცანებს, ხოლო დიდი მასშტაბების შემთხვევაში ქალების ეფექტურობა როგორც წესი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მამაკაცებისა.
ალბათ ის სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომ ქალები ეგოცენტრულ სტრატეგიას იყენებენ, ხოლო მამაკაცები კი ალოცენტრულს. საინტერესოა ის ფენომენიც, რომ ორგანზომილებიან პირობებში, როგორც წესი, ქალები ისეთივე ეფექტურობით ან უკეთაც კი ასრულებენ აი ამ სივრცითი ნავიგაციის ამოცანებს, როგორც ვთქვათ, მამაკაცები. ხოლო სამგანზომილებიანში სისტემაში გადასვლის შემთხვევაში კი აშკარად მამაკაცების უპირატესობა შეიმჩნევა. ასევე, როდესაც შეისწავლეს, ვთქვათ, ტვინის სტრუქტურების აქტივაცია ამ სივრცითი ნავიგაციის ამოცანების შესრულებისას, გამომჟღავნდა, რომ ნავიგაციის პროცესში ქალებში ჰიპოკამპალური ფორმაციის სტრუქტურები შედარებით უფრო ნაკლებად აქტივდებოდა, ვიდრე მამაკაცების შემთხვევაში. მე, როდესაც ვახსენე სივრცითი მეხსიერების სხვადასხვა ფორმა, მაშინ აღნიშნე, რომ სივრცით ნავიგაციასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი არის ლოკაცია, ანუ ამა თუ იმ საგნის ლოკაცია სივრცეში. და ერთ-ერთ ცალკეულ ფორმად შეიძლება ისეც განვიხილოთ. და ნაჩვენებია, რომ საგნის მდებარეობის, ანუ ლოკაციის განსაზღვრის თვალსაზრისით, ქალები უფრო უკეთ ასრულებენ ამოცანას, თუ კი საგნები გადაადგილდება ისე, რომ ერთი, ვთქვათ, კონკრეტული საგანი რომელიმე მეორეს უცვლის ადგილს. ხოლო თუ, ვთქვათ, საგნების ლოკაციის ცვლილება ხდება ისე, რომ საგანი იკავებს სივრცეში რაღაც ადრე დაუკავებელ და აუთვისებელ ადგილს, ანუ რაღაც ადრე თავისუფალი უბნების ათვისება მიმდინარეობს, მაშინ აღმოჩნდა, რომ დავალება ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში ერთნაირი ეფექტურობით სრულდება. და ითვლება, რომ ქალები აღნიშნული ტიპის დავალებების შესრულებისას უნდა იყენებდნენ უფრო ვერბალურ სტრატეგიებს და შესაბამისად ლოგიკურია ის ამბავი, რომ ტვინის აქტივობის შესწავლისას ნანახი იქნა, რომ მარცხენა ჰემისფერო აღნიშნული ტიპის ამოცანების შესრულების პროცესში ქალებში როგორც წესი